განგაშის სიგნალი ატყობინებს, რომ სახლში ხანძარ საშიში მდგომარეობაა. ცეცხლის ალის განგაში ჩაირთო. სახლში რაღაც ვერ არის კარგად. ერეკლი აპლიკაციის საშუალებით ინფორმაციას ამოწმებს და შემდეგ სახლის შესამოწმებლად მიდის. ეს ჭკვიანი სახლის მოდელია, რომელიც 21 წლის სტუდენტმა ერეკლე კირკიტაძემ თანაკურსელებთან ერთად შექმნა. ინოვაციური სისტემა ადამიანის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და სახლის მდგომარეობას რეალურ დროში აკონტროლებს. ვაჩვენოთ ცეცხლის ალი და შეხედავთ, რომ სახლში ითიშება ყველაფერი და თან რეკავს. ცეცხლის აღქმის შემთხვევაში სისტემა მაშინვე განგაშის სიგნალს რთავს და სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს. ბრძანების მიღების შემდეგ შეუძლია დისტანციურად ჩართოს ან გამორთოს სინათლე. Turn off garden lights. ასევე გათბობა და გაგრილებაც. თუ არსებობს მსოფლიოში ესე ვთქვათ სხვადასხვა ჭკვიანი სახლები, ყველას აქვს თავიანთი ეკოსისტემა. ისინი ერთმანეთთან არ შედიან კავშირში. ჩვენი შექმნილი ჭკვიანი სახლი სრულად ეკოსისტემაში ერთად არის. აქ ერთად ხვდება ხელოვნური ინტელექტის, ლაზერული უსაფრთხოებაც, ბარათის სისტემაც, გათბობა, გაგრილება და განათება ერთ სისტემაშია და ერთი აპლიკაციიდან იმართება ყველაფერი. აი ეს დისტანციურად მართვა როგორ ხდება? ანუ მე ნებისმიერი ადგილიდან შემიძლია ნებისმიერი მოქმედება გავაკეთო ჩემს სახლში, ხო? დიახ, ინტერნეტთან არის დაკავშირებული სახლი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია მართოთ სახლში ყველაფერი. აპლიკაცია, რომელიც ჩვენი შევქმნით, არის დაკავშირებული Google-ის Home აპლიკაციასთან და Samsung-ის SmartThing-თან, ანუ ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული და ხმოვანი ბრძანებებით შეიძლება იმართოს სახლში ყველაფერი, ანუ დამატებით რამე აპლიკაცია არ არის საჭირო. ერეკლე კირკიტაძე, ოთარ ქაჯაია და გიორგი ხოჯანაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. ელექტრული ინჟინერია მათი მთავარი ინტერესის სფერო და მომავალი პროფესიაა. ჭკვიანი სახლის შექმნის იდეა ერეკლეს გაუჩნდა. მოგვიანებით იდეა მეგობრებს გაუზიარა. ერთად გაიარეს ყველა დეტალი, ჩაატარეს სხვადასხვა სახის კვლევები და მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ. სტიმული ეს იყო, რომ სახლში მქონდა სიტუაცია, რომ კინაღამ გაგვიჩნდა ხანძარი, ამიტომ ვიფიქრე, როგორ შეიძლება ამ იდეის ისე გაკეთება, რომ არ გაჩენილიყო ხანძარი, შექმნი სისტემა ჭკვიანი სახლის, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა ხანძრის საწინააღმდეგოდ. სახლის შემდეგ განავითარე, შევქმნით ესე ვთქვათ, ქურდებისგან დაცვის სისტემები, მოვიძიე ინფორმაცია, რაც სტატისტიკაში ჩანდა, რომ სახლებისთვის საშიში იყო და მივედი ამ იდეის შექმნამდე და გამოვიგონე შემდეგ ესეთი ჭკვიანი სახლი. თავიანთი გამოგონებით მონაწილეობა მიიღეს 2024 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მე უნივერსიტეტი, სადაც მათი ნამუშევარი საუკეთესოდ შეფასდა. კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. ათეული წელზე მეტია ტარდება პროექტი მე უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებისთვის არის და ამ პროექტის პარალელში ჩვენი სტუდენტები წარმოაჩენენ სხვადასხვა ინიციატივებს. მე დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 24-ში საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის პროექტმა ჭკვიანი სახლი, მისი წარმოდგენა მოხდა. ძალიან საინტერესო სტუდენტები არიან, ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგენეს. მე იმას ვიტყვი, რომ ეს მარტო უნივერსიტეტს, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის საინტერესო. ჭკვიანი სენსორების დამონტაჟების შემდეგ ხელოვნური ინტელექტის კამერებზე იმუშავეს. სისტემას უკვე შეუძლია ადამიანის ქცევის ანალიზი და შესაბამისი მოქმედებების შესრულება, რაც ჭკვიანი სახლის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. დაამონტაჟეს ხანძრის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც საგანგებო შემთხვევისას ზარს დამოუკიდებლად ახორციელებს პირდაპირ 112-ში. ჩემთვის ამ პროექტში გამარჯვება იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულის მომტანი, იყო ძალიან დიდი мотиваციის მომტანი და უფრო სურვილი გამიშთა, რომ კიდევ უფრო რაც შეიძლება მეტი პროექტი და მეტი იდეა შემოგთავაზოთ. ეს მოწყობილობა სამომავლოდ რომ დაინერგოს და ხალხმაც დაიწყოს ამის აქტიური გამოყენება, ჩემთვის პირადად ძალიან დიდი სიხარულის მომტანი იქნება და ძალიან დიდ სიამაყესაც ვიგრძნობ, რადგან ვიყავი ასეთი პროექტის, ასე რომ ვთქვათ, მონაწილე. ენერგომომარაგება და მზის პანელები ჭკვიანი სახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მსგავსი სისტემის დამონტაჟება მარტივად შეიძლება ნებისმიერ საცხოვრებელ სახლსა თუ შენობაში. სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ მათი ჭკვიანი მოდელი ბევრ ადამიანს დააინტერესებს და სისტემა საბოლოოდ თანამედროვე შენობებსა და სახლებში დაინერგება.
ძალიან სასიამოვნოა, რომ რეგულარულად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავიცნოთ საქართველოში ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი ფიქრის და შრომის ძირითად ნაწილს ანდომებენ იმ საქმიანობას, რომელიც ჩვენ საბოლოო ჯამში ყოველდღიურ ყოფიერებას გვიმარტივებს. გვიმარტივებს ჩვენს უსაფრთხოებაზე არის მორგებული, ეს ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე და აი ხშირ შემთხვევაში მორგებულია ეს ხოლმე ისეთ ადამიანებზე, ვისაც განსაკუთრებით ჭირდება ეს ყველაფერი და ჭკვიანი სახლის მოდელი, მოდი შევთანხმდეთ, რომ ყველასთვის არის დაზღვევა და დაცვა, ხო? და ამ შემთხვევაში მადლობა ქუთაისის ხელოვნური ინტელექტი, რომელთან მიმართებაშიც ბევრს ესეთი დამოკიდებულება აქვს, ხო, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ზოგს ძალიან არ მოწონს. აი შეიძლება რომ აი ესეთი ფორმით გამოვიყენოთ და სარგებელი მივიღოთ მართლაც ხელშესახებ. მნიშვნელოვანი გამოგონება ვიხილეთ, ამაყი ვარ, ვიქნები ამაყი რომ ამ გამომგონებელთა შორის გვარი კირკიტაძე გაჟღერდა, ისთვისაც მადლობელი ვარ და მნიშვნელოვანი გამოგონებები თუ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ადამიანების ზრუნვაზე არის ორიენტირებული და წარმატებები ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გამოიგონება, რომელიც დაინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაში.